2026 საერთაშორისო ფესტივალმა წელს ბათუმში გადაინაცვლა. უკვე ჩატარდა გახსნითი კონცერტი, რომელმაც მხუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. დრამატულ თეატრში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღო იტალიელმა დირიჟორმა ბეატრიჩე ვენეციმ. ხამის სერენადების პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია, რადგან აღნიშნული ლეგენდარულ ქართველ მევიოლინის ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებლებთან ერთად მიიღებენ. ისეთი ნაწარმოები შევასრულეთ, რომლებიც მის რეპერტუარში მარგალიტებს წარმოადგენდა, ეს გახსენების და შესაბამისი იყო შესანიშნავი მუსიკოსები, ჩვენი შესანიშნავი მაესტრო ბეატრიჩე ვენეცი იტალია, ახალგაზრდა იუკი სერინო მევიოლინე იტალია და იაპონია, რომელმაც შეასრულა დიდი წარმატებით რონდო კაპრიჩიოზო სენსანსის და მენდელსონის რემინორული კონცერტი, რომელსაც ლიანა ასე ხშირად აგრეთვე ფესტივალზეც ასრულებდა. რამდენჯერმე იყო ის გამოძახება ჩვენი სოლისტის ახალგაზრდა მევიოლინე იუკი სერინო, კრემონას საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი და დირიჟორი, განუმეორებელი ბეატრიჩე ვენეცი და რა თქმა უნდა ჩვენი საბაზო ორკესტრის საქართველოს ვირტუოზები, რომლის პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძეა. 23-ში გველოდება კიდევ ერთხი მუსიკის ზეიმი, ანდრეს გაბეტას საავტორო პროგრამა მარია ბუენოს-აირესიდან გადატვირთვა. და 25-ში სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი მარიო სტეფანოს, პეტროდარკის მიერ და გლორია კამპანერის საავტორო პროგრამა. დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სტუმრებს გრანდიოზული ლაივ შოუთი ნუცა ბუზალაძე უმასპინძლებს. ცენტრში ამ წუთებში უკვე